გამარჯობა. დღეს მინდა გაგაცნოთ სამეგრელოს კიდევ ერთი მარგალიტი. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოფელ მუხურში არსებული ლუგელას ხეობა. ლუგელას ხეობა ნამდვილად გამორჩეულია თავისი უნიკალური ლანდშაფტით და ადგილმდებარეობით. ხეობაში შესვლისას მდინარე ხობისწყლის გაყოლებაზე გვხვდება მღვიმეები, ჩანჩქერები, ტბები, ბზის კორომები, ხავსიანი კლდეები, შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები. მოკლედ, ფლორის და ფაუნის განსხვავებული ენდემური სახეობები. მე მინდა გაჩვენოთ, გაგიზიაროთ ის განსაკუთრებული ადგილები, რომელიც ერთი დღის მანძილზე შეგიძლიათ მოინახულოთ, როდესაც ხეობას ესტუმრებით. ლუგელასში მოგზაურობას, როდესაც დაიწყებთ, გზად აუცილებლად ნაცხას ხიდთან უნდა შეჩერდეთ, სადაც საოცარი ხედები იშლება სოფლის არემარეში. ამჟამად სახელმწიფო პროგრამით ხიდის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ცივ კამკამა ზურმუხტისფერ ხობის წყალს კიდევ უფრო მაღლა ავუყევით, სადაც გზად ეგრეთ წოდებული ბეწვის ხიდი გვხვდება. მასზე გავლა საკმაოდ ექსტრემალურია, თუმცა აუცილებლად უნდა გაიაროთ. აქ დიდხანს არ შევჩერებულ ვარ, წინ შრობუმოს მღვიმე მელოდა. შრობუმო ერთ-ერთი ულამაზესი და ჯადოსნური ადგილია საქართველოში. უამრავ ბუნების და მოგზაურობის მოყვარულ ადამიანს იზიდავს. თავად სახელი შრობუმო სულ განაბულს ნიშნავს. მღვიმემდე მისასვლელად კიდევ უფრო მისტიური ადგილი უნდა გაიარო, მდინარე დეიძახი. ეს ის მდინარეა, რომელიც წელიწადში ორჯერ ჩნდება. შემოდგომის და გაზაფხულის უხვ ნალექებზე. მე გამიმართლა, რადგან წუხელძლიერი წვიმა იყო, რის გამოც მშრალ, ხავს მოკიდებულ უზარმაზარ ქვებზე მდინარემ სათავიდან დინება დაიწყო. სხვა დროს აქ რომ მოხვდეთ, სიმშრალეა გარშემო, წყლის ერთ წვეთსაც ვერ დაინახავთ. შრობუმოს მღვიმე მოქცეულია საოცარ შემოგარენში, დაბურული ტყე, დახავსებული ლოდები, უძველესი ბზის კორომები და პატარ-პატარა ჩანჩქერები მომნუსხოლ პეიზაჟებს ქმნის. აქ შეიძლება თავის ღაპრის გმირად წარმოიდგინოთ. მღვიმე ჯერაც არ არის ბოლომდე შესწავლილი. აქ ხელუხლებელი სრულიად ბუნებრივი გარემო დაგხვდებათ, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს ძენს ამ ადგილს, თავგადასავლების მოყვარულთათვის. თუ კი ველური ბუნება, ხეტიალი და მრავალფეროვნება გიყვართ, შრობუმოს მღვიმე ნამდვილად დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღგავსებთ. გზა გვალაშარას ჩანჩქერებისკენ გავაგრძელე. თუ კი ექსტრემი და დაუვიწყარი ემოციები გსურს, გვალაშარას ჩანჩქერი ნამდვილად ამ ადგილისთვის არის შექმნილი. ეს ადგილი ნამდვილად მოახდენს თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას. ულამაზესი ხეობა, პირველყოფილი ბუნება და ჩანჩქერები საოცარ სანახაობას ქმნის. გვალაშარას კანიონი სამეგრელოს ერთ-ერთი განსხვავებული ტურისტულად მიმზიდველი ადგილია. და ბოლოს მივედი იქ, რის გამოც ჩამოვედი მუხურში. ეს არის მთის მწვერვალზე მერცხლის ბუდე. სასტუმრო ლუგელა, ლუგელას კოტეჯები. ლაშა ხოშტარიამ თავის ოჯახთან ერთად საოცარი გარემო შექმნა. სიმშვიდე, კომფორტი, ხედები, მეგრული ტრადიციული გასტრონომია. ეს ყველაფერი ერთ სივრცეში საუკეთესო დასვენებისთვის. სასტუმროზე სხვა დეტალებს შემდეგ ბლოგში გაგიზიარებთ აუცილებლად. ეს ის ადგილია, რომელსაც ძალკე ბლოგი უნდა დავუთმო. მინდა ამ შანსით ვისარგებლო და მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ვიდეოებს აზიარებთ. თქვენ ამით კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევთ, რათა უფრო მეტი ადგილი აღმოვაჩინოთ და შემდგომ თქვენ გაგიზიაროთ.